კიტა, როგორ ფიქრობ, შესაძლებელია თუ არა რომ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანის ზიარდა სხვა ნაწარმოებიც უნდა ქონოდა დაწერილი? ქონოდა დაწერილი. ეს კარგი კითხვა არის. იცით რა, შოთა რუსთაველმა ვეფხისტყაოსანი თუ დაწერა, ვეფხისტყაოსანი იმდენად გენიალური რამეა, რომ სხვა რაღაცებიც უნდა ქონოდა დაწერილი. ეს არის ერთი აზრი. პირდაპირ ეგეთ გენიოსობას ვერ დაწერა. მეორე აზრია, რომ ვეფხისტყაოსანი თვითონ იმდენად გენიოსობაა, რომ თუ რამე აზრი მოღვიდოდა შოთას თავში, სიბრძნე და გენიოსობა და რაღაც, ყველაფერს კინძავდა და ბოლოს თან გარითმა და თან სიუჟეტი შეკრა და თან დაწერა შეიძლება თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი და ინტელექტუალური რესურსი დახარჯა ვეფხისტყაოსნის დაწერაზე და მეტი არც არაფერი დაუწერია. ეგეც მომწონს ეგ ვერსიაც და უფრო ალბათ ეგ ვერსია მომწონს. თუმცა რეალურად არ ვიცით. მე რომ მკითხოს კაცმა, მე პირადად რომელს უფრო ვიფიქრებდი მაგას, რომ მთელი თავის ინტელექტუალური რესურსი ჩადო ერთი რაღაცის დაწერაში და ეგ რაღაცა არის ვეფხისტყაოსანი. რადგან იმდენად გენიალურია, რომ ერთი ადამიანის ერთი სიცოცხლე ძალიან ცოტაა ეგეთი რაღაცის დასაწერად. ამ ვეფხისტყაოსანი არის ისეთი თემა, რომელზეც მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ეგეთ შეგრძნებას სხვაზე არაფერზე არ მქონია ცხოვრებაში. ვიცით მე როგორი მაგარი ვარ და როგორი ამბიციური ვარ და გონია რომ მე ძალიან სხვაგან ვარ. ძალიან დიპტიპი ვარ. უფრო ღრმა ტიპი ვარ, ძალიან დიპ ტიპი ვარ რა. და საკუთარ თავს ფეხზე უდგები და იცით რა, ჩემს სივს რო უყურებ ხოლმე საკუთარ თავს ფეხზე უდგები. მაგრამ ვეფხისტყაოსანი არის მომენტი, როცა მაქვს იმის შეგრძნება, რომ მისი სიდიადე რომ აღწერო, მაგისთვის არ მყოფნის სიბრძნე. და რაღაცა მჭირდება კიდე სიბრძნის დაგროვება და მე უნდა ახსნა მისი სიდიადე. ამ პროცესში ვარ ახლა.